არ ვიცი რა. პატრიარქთან დაკავშირებთ, რომ ესე იგი ეს არის უდიდესი წყალობა ღვთის ჩემთვის, რომ მომიწია მასთან ურთიერთობა და ბევრი რჩევაც მიმიღია ხატრობასთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ის არის სიხარული ჩემთვის, როცა მოსწონს მას რა ჩემი ნამუშევარი და აი ხშირად ამახსნევინებს ხოლმე, აი მიყვარს მე სიმბოლოებით აზროვნება იქ რელიგიურ თემაზეც და ქართული სიმბოლოებიც და ეს რომ შემაქებს ეგ ამაზე დიდი არაფერი არ არის. ის როგორ წაიღო სურათი ის მოყევი რა. სურათი დანახე ხე და ის. სიცოცხლის ხე იყო. სიცოცხლის ხე რო დახატე. ესე იგი ესე კალთაში ქონდა, არ ვიცი, რაღაც ტურისტთვის აპირებდნენ მოკლედ, რომ ეჩუქებინათ და მეგონი უცხოელი სტუმარი და ესე მუხლებზე დავდექი და ესე რა ესო აბა ესო რა და მე აუხსენი რომ აი პატრიარქის 12 თქვათ ბროწეული არის 12 მოციქულის სახელზე ეს 24 ღვთისმთავრის სახელზე ტენები ყურძენი აი ეს მზესავით რაღაც ესეთი ესენი 9 ანგელოზის დასის სახელზე და შუაში თეთრი მტრედი იყო სულიწმინდის თვითონ უთქვამს ხაშოს რომ ხატავსო ჩემთვის სულიწმინდა არის და ეს რომ მოვისმინა ისე გამიხარდა რომ ესო მე მომწონსო იქ ვიღაცას უთხრა კაცო დავიტოვოთო ჩვენო ძალიან ლამაზი სურათიაო და აღარ აჩუქეს მოკლედ სტუმარს და დარჩა პატრიარქოში რა სტუმარი მაგ დავიტოვეთო ხო მოწონა კი და ეს შექება იყო ესეთი რომ აი იყოს უაქო არ წავიდეს უცხოეთში რა უცხოელისთვის უნდათ და დარჩეს საქართველოში და იმდენად გამიხარდა რომ ესე იგი ესეთი შეფასება ნუ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის და ისე არ ვიცი ეხა მე ბედნიერი ვარ რომ აი ეს ნამუშევრები ერთხელ მახსოვს ხარიც მე იქ ვიყავი და იქ თავისი ოთახის შესასვლელთან კი დააკიდებინა იქ და ნუ პატივია უდიდესი და სამშობლოსთვის არის ეს დიდი სიხარული და დიდება ღმერთს დიდხანს ყავდეს ეს არის მთავარი რომ დიდი რაც შეიძლება დიდი ხანი ნუ ესე იგი მადლობა უფალს რა ეს ადამიანი რომ გამოაგზავნა რა ამ ეპოქაში რა ამაზე დიდი და ამაზე მნიშვნელოვანი რამე ამ ჯოჯოხეთის გადასაგორებლად რაც ეს წლები ხდება არ არსებობს რა ხო არის ბევრი რომ იქ რაღაცა შეურაცხყოფას აყენებენ იქ ისა აი როგორ ვერაფერს ვერ აკლებენ პატრიარქის ავტორიტეტს და რამხელა სიყვარული აქვს რა ხალხში თვითონ